შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 73-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ახალწლოვანებმა ფიცის მიღების ცერემონიაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ხსოვნას. ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 19 წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ხოლო ორი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდა. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურებს სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან. ვიჭებ შეუგებია თქვენთან პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროთვის. ნებისმიერ თქვენთაგანი ვინც პირნათლად მოიხდის ვალს სამშობლოს წინაშე და სურვილი ექნება გააგრძელოს სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს ადამიანები დასაქმდებიან. ორი თანამშრომელი ვინც სამაგალითო იყო და პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე, ჩვენი თანამშრომლები გახდნენ დღეიდან მინდა მათაც მოულოცო ეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთი წლის წინ ჩავირიცხე დღეს წარჩინებით დავამთავრე სამხედრო სამსახური. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაძლებლობა მაქვს ამავე სამსახურში დავრჩე დაცვის თანამშრომლად. მე იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი ფუნქცია მოვალეობას არაც შევასრულებ. ჩავირიცხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ვადიან სამსახურში და ეს ყოველივე ჩვენთაგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გერქვა სამშობლოს ჯარისკაცი ეს არის დიდი პატივი და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა.